კავკასიური სახლი დიდი ხანია საგანმანათლებლო პროექტებზე მუშაობს. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და სერიოზული პროექტი, რომელიც ამ მიმართულებით იყო განხორციელებული, იყო კავკასიოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც ამ სახლში ფუნქციონირებდა 2004-დან 2007 წლამდე. დაახლოებით 30-40 სტუდენტი იყო ამ უნივერსიტეტის სტუდენტი, მეც მათ შორის 4 წელი ყოველდღიურად მიდიოდა ლექციებს კითხულობდნენ ისეთი ცნობილი მეცნიერები, როგორიც არიან ბატონი გიან ჩაბაძე, ბატონი გიორგი ლობჟანიძე, ბატონი პაატა ზაქარიაშვილი. ჩვენ ამ ნაკადის სტუდენტებმა საკმაოდ კაი ცოდნა მივიღეთ კავკასიის შესახებ. სამწუხაროდ ამჟამად ესეთი ფართომასშტაბიანი 4 წლიანი დროის კუთხით პროექტები არ არის, მაგრამ კავკასიური სახლი დღესაც აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას და დღესაც კავკასიურ სახლში ფუნქციონირებს კავკასიური უნივერსიტეტი, რომელსაც იგივე მიზნები და ფუნქციები აქვს, თუმცა 4 წლის ნაცვლად ჩვენ გვაქვს 1 წლიანი პროგრამა შემუშავებული 4 წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით. დღესაც ჩვენთან სწავლობენ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის საქართველოს მოქალაქეები კავკასიას მთლიანობაში და ყველა განზომილებაში, იმიტომ რომ აქ საუბარი არის ისტორიაზე, კულტურაზე, ფოლკლორზე, საერთოდ პოლიტიკურ სიტუაციაზე ამა თუ იმ რესპუბლიკაში და მთლიანად რეგიონში. ასე რომ საკმაოდ შემეცნებითი და შემოქმედებითი სამუშაო მიდის. მეც როგორც თავიდან მოგახსენეთ, ვიყავი ამ კავკასიოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტი, დღესაც ვაგრძელებ, ისე მოხდა, რომ დღესაც ვაგრძელებ კავკასიურ სახლში მუშაობას და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ორგანიზაცია მომავალშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას. ეხლა გთავაზობთ ეპიზოდს ფილმიდან, რომელიც კავკასიურ სახლს შეეხება და აღწერს იმ სასწავლო პროცესს, რომელიც მიდიოდა 2004-2007 წლებში. რატომ მოხდა ეს? დასავლეთ კავკასიაში უკვე 1 წელია კავკასიურ სახლში ფუნქციონირებს კავკასიოლოგიური უნივერსიტეტი, რომლის მისიაა ფართო პროფილის კავკასიათმცოდნეების, კავკასიის ექსპერტების მომზადება. ამ ახალი სასწავლებლის დაარსება საქართველოში შესაძლებელი გახდა ევროპული ფონდის ჰორიზონტის მხარდაჭერით. სასწავლებლის რექტორია ისტორიკოსი პროფესორი გიორგი ჩაბაძე. ჩვენი მიზანი იყო, როდესაც ამ უნივერსიტეტს ვაარსებდეთ, რომ შეგვექმნა ისეთი სასწავლო დაწესებულება, სადაც მომზადებოდნენ ექსპერტები კავკასიისა. ანუ ის ადამიანები, რომლებიც დღევანდელ საქართველოს ძალიან ჭირდება. მე თვითონ ვასწავლი კავკასიის ხალხების ისტორიას, უძველესი დროიდან ჩვენს დრომდე. მე მინდა რომ სტუდენტებმა კარგად გაიგონ კავკასია, როგორი ღირსეული ხალხები ცხოვრობდნენ აქ. ივანე ჯავახიშვილი, სიმონ ჯანაშია, არნოლდ ჩიქობავა, ესენი სწორედ ბევრს მუშაობდნენ, იმიტომ რომ საქართველოსა და კავკასიას შორის, ჩრდილო კავკასიას განსაკუთრებით შორის, ის ძველი კავშირები არ გაწყვეტილიყო. და აი მე მინდა რომ ჩვენმა კავკასიოლოგიურმა უნივერსიტეტმა გააგრძელოს ეს ტრადიცია. გასული სემესტრის ბოლოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელშეწყობით სტუდენტებს საშუალება მიეცათ მოეწყოთ ეთნოლოგიური ექსპედიცია პანკისის ხეობაში, სადაც ისინი შეხვდნენ ქის მოსახლეობას, გაეცნენ მათ ყოფასა და ტრადიციებს. დაინტერესებული ვიყავი კავკასიოლოგიური პრობლემებითა და საკითხებით და სწორედ ამიტომ ჩავაბარე დასახელებულ უნივერსიტეტში. რამაც შესაძლებლობა მომცა მეტი ინფორმაცია დამეგროვებინა საერთოდ კავკასიის შესახებ, კავკასიის ხალხთა ტრადიციების, ყოფის, ისტორიის შესახებ. ძალიან მაყოფილი ვარ. თავარი რაც არის ჩემი აზრით, რასაც ვიღებ მე კავკასიური უნივერსიტეტიდან, კავკასიური სახლიდან, ეს არის ცოდნა, რომელსაც მე ვიღებ კავკასიის შესახებ, საერთოდ კავკასიის ისტორიის და სხვადასხვა საკითხების შესახებ და მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ეს არის მეგობრები, რომლებიც შევიძინე აქ კავკასიურ უნივერსიტეტში და კავკასიურ სახლში მთლიანად. გარდა იმისა, რომ ჩვენ თანატოლებთან ვართ ძალიან კარგად და კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, მინდა აღვნიშნო, რომ თვითონ პედაგოგები, რომლებიც გვასწავლიან ჩვენ, არჩეულებრივი ადამიანები არიან. ვარ შერეული ოჯახის წარმომადგენელი. შევიტყვე რომ კავკასიურ სახლში ისწავლებოდა ოსური ენა, აქედან გამომდინარე გადავწყვიტე რომ მეულო და შემდეგ უკვე გაჩნდა კავკასიოლოგიური უნივერსიტეტის იდეაც.
და რა თქმა უნდა, ბევრი არ მიფიქრია იმაზე, რომ უნდა ჩამებარებინა ამ უნივერსიტეტში. Когда я был в Северной Осетии, у меня было такое представление о Тбилиси, что это такой город, там вражда между осетинами, грузинами. Но когда я сюда приехал, у меня все эти представления улетучились. Когда я уеду туда, я там со всеми поделюсь со своими друзьями, знакомыми, как мне было приятно общаться с этими людьми, как они хорошо меня встретили, как они меня поняли. И у меня сейчас вообще другие представления о грузинах и о Грузии.